მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაგიბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში შაბათ-კვირის შემდეგ და დაიწყო ისევ ახალი სამუშაო დღე, საკოეს ყავაში. მარტო ყავა თუ მიშველის, იმიტომ რომ შაბათ-კვირას გადავეჩვევ ხოლმე და რეჟიმიდან ამოვარდები და ორშაბათი ჩემთვის არის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ მაყურებელი წესია პრინციპში. ხო და ჩვენ ამიტომ ჩვენი მიზანი რა არის, რომ შევუქმნათ მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა, გავახალისოთ, რომ შემდეგ ეს განწყობა მართლაც მთელი დღის განმავლობაში გავყვეთ და დავეხმაროთ, რომ ეს ორშაბათი, რომელიც მძიმე დღეა, მსუბუქად და კარგად გადაიტანო. ჩვენ ამისთვის ვართ. მოდი ხა სანამ ანონსი გავა ეთერში და სანამ სტუმრებს წარუდგენთ ჩვენს მაყურებელს, მე გუშინ საღამოს თემაზე როცა მუშაობდი, ერთი ძალიან პოზიტიურ ვიდეოს წავაწყდი, მინდა რომ გაჩვენოთ ეს ვიდეო და მე არ გვინახავს და არ ვიცი რა გვაქვს ხოლმე ესეთი მომენტი, როდესაც გგონია რომ აღარაფერი აღარ გამოგვივა და ვნებდებით ხოლმე, აი ხშირად უნდა უყუროთ აი ამ ვიდეოს და მივხვდებით რომ ადამიანების შესაძლებლობას არ აქვს საზღვარი. ნახოთ, ყველაფერი შეგვიძლია, მთავარია მონდომება. აბა ვაჩვენოთ გოგოებს ვიდეო. My head in the clouds, yeah. I can feel it rising. Bound to the earth, but we could ascend, yeah. I'm realizing I feel both feet lift off the ground. I can levitate with every truth that believes. I close my eyes and levitate. არა, ნუ აი მართლად წარმოუდგენელია და ვერ დაიჯერებ, რომ სპეცეფექტების გარეშეა ეს ყველაფერი გაკეთებული. სწორი ვიდეო შეერჩია, უშაბათს ჭირდება ესეთი მე მგონი და ხშირად უნდა უყუროთ ხოლმე, როდესაც გვეგონება რომ რაღაცა არ გამოგდის, თავია მონდომება და თავარია შრომის მოყარეობა, მე მგონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებ და ძალიან ექსტრემალურს და ძალიან კარგი არის ესეთი აქტივობები. ნამდვილად მთავარია მონდომება ალბათ. მეც ესე ვფიქრობ. და შრომის სიყვარული, რასაც აკეთებ იმის სიყვარული ალბათ. კი. მოკლედ მე მგონი რაღაც ესეთი განწყობა შევიქმნით, იმის მზად ვართ რომ სამუშაო კვირა დავიწყოთ ენერგიულად და ახლა ვნახოთ რაც შემოგთავაზებთ დღევანდელ გადაცემაში. რა თქმა უნდა იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო, ასე რომ ვნახოთ ანონსი. დანგრევის ხვართან მისული სამხატვრო აკადემიის შენობა. დათანხებია საჭირო შენობის გასამაგრებლად. აკადემიის მენტალური და ფასადური ნგრევის შესახებ ჩვენს ეთერში ყოფილი სტუდენტები საუბრობენ. ნაადრევი ქორწინება, მისი პლუსები და მინუსები. რა იყო ნაადრევი ქორწინების მიზეზი გასულ წლებში? გამოსავალი მოწყენილობიდან თუ რეალური სიყვარული? ანორექსია, გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული სიყვარული. გადაცემა, რომელიც მედიკოსების აზრით ისეთივე სერიოზული პრობლემაა, როგორც ნარკოტიკების მოხმარება. სპორტული სკოლა X-Dream. როგორია სპორტ სკოლაში ცხოვრების წესი და როგორ სწავლობენ ბავშვები თხილამურ ზესრიალს. სკოლის დირექტორი და ინსტრუქტორი შუადღის სტუდიაში. სამედიცინო ცეკვების ბუმი საქართველოში. თერაპია თუ სპორტული ინტერესი. ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ცეკვის გაკვეთილების შუადღის სტუდიაში.
როგორც ანონსში ნახეთ, ერთ-ერთი თემა იქნება სამხატვრო აკადემია, საკმაოდ მწვავე და საინტერესო საკითხია ჩემი აზრით. სტუმრები შემოგვიერთდნენ, ბუნებრივია ჯერ გავაცოთ მაყურებელს ჩვენი სტუმრები. გიორგი კევლიშვილი მხატვარი, ელენე ნავერიანი მხატვარი, როკო ირემაშვილი მხატვარი და მარიამ გორჯოლდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. საკო, უკვე რა ვიცი, მე როგორც გავეცანი რაღაც ინფორმაციებს ამ თემაზე მუშაობის დროს, მე რამდენი თაობა ტოვებს აკადემიას იმ განცდით, რომ აქ ვერ მიიღეს თანამედროვე სტანდარტების განათლება. რას გულისხმობთ ამაში, რა არის თანამედროვე სტანდარტების განათლება თქვენთვის? აი ამ თემებზე რო ვისაუბროთ, ოღონდ ჯერ ვნახოთ ნინო საკახნიორმა მოამზადა ჩვენმა ჟურნალისტმა სიუჟეტი აკადემიის ფიზიკურ ნგრევაზე, ჯერ ამაზე რო ვისაუბროთ და შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ხალბატონო თინათი, სამხატვრო აკადემია არის დანგრევის პირას მისული უკვე. ჯარები აქვს როგორც გარეფასაც, ასევე შენობა შიგნიდანაც. მოდით მაყურებელს უთხრათ ამ კონკრეტულ მომენტში, რა მდგომარეობაშია აკადემია? თქვენ იცით, რომ ეს არის მე-19 საუკუნის შუა პერიოდში აგებული შენობა. აქ არის სტილი არის ევროპულ-აზიური, ეს არის დამახასიათებელი თბილისის საერთოდ შენობების და საერთოდ თბილისის მოწყობის, ასე ვთქვათ, არქიტექტურული განსაკუთრებით შეიძლება ითქვას და უნდა მოგახსენოთ, რომ აი ეხლა აი ამ წუთში აი ეს უნიკალური შენობა მართლაც რომ არის დანგრევის ზღვარზე. დანგრევის ზღვარზე არის ზოგიერთი ოთახი, რომელიც საერთოდ დაკეტილი გვაქვს და იქ საერთოდ შეუძლებელია შესვლა და ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. რამდენად დაცულია სტუდენტების უსაფრთხოება? სტუდენტების უსაფრთხოება რა თქმა უნდა დაცულია, იმიტომ რომ ძირითადად ეს სადაც ხა ჩვენ ვიმყოფებით, აქ ძირითადად იმყოფა არის ადმინისტრაცია განთავსებული. ხოლო სალექციო მეცადინეობა მიმდინარეობს მაღლივ კორპუსში, რომელიც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება. მოგწევთ? ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საკითხია. თქვენ ახლა შემოხვედით, დიახ, თქვენ ახლა შემოხვედით საგამოფენო დარბაზიდან, ჩვენ შემოვედით სწორედ ყაჯარი ოსტატების მიერ შესრულებულ აი ამ ინტერიერის აი ესეთ დარბაზებში. როგორი მდგომარეობა? ხომ არ არის საფრთხე, რომ აქაც შეიძლება ეს არის აი ეს დარბაზი, სადაც აი ამ წუთში ჩვენ ვიმყოფებით, არის შედარებით ყველაზე უფრო უსაფრთხო. მაგრამ როდესაც გავდივართ უკვე შემდეგ დარბაზებში და შემდეგ ოთახებში, თქვენ თვალნათლივ დაინახავთ თუ ნელ-ნელა როგორ მდგომარეობაში იმყოფება, ანუ როგორ მდგომარეობაში მოდის ჩვენი სამხატვრო აკადემიის აი ეს უნიკალური შენობა და ეს უნიკალური მხატვრობა. 2 წლის წინ კულტურის სამინისტრომ გადმორიცხა 1 მილიონი ლარი. რაში დაიხარჯა ეს თანხა? დაიხარჯა ამ შენობის საძირკვლის გამაგრებაში. რა თანხებია საჭირო იმისთვის, რომ სამხატვრო აკადემია არ დაინგრეს? შიდა ინტერიერების და გარე ფასადის ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული არის და დაახლოებით 7-8 მილიონამდე არის საჭირო იმისათვის, რომ მთლიანად გაუკეთდეს ამას რეაბილიტაცია. კონსერვაცია და რაც შეეხება თქვა დახმარების ფონდს, ჩვენ 2013 წლის სწორედ შემოდგომაზე შევქმნით ისეთი ფონდი აკადემიის გადარჩენის და აღორძინების, სადაც კულტურის სამინისტროც არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კულტურის სამინისტრო აუცილებლად მიხედავს აკადემიას. თუ გპირდებიან დახმარებას? პირდებიან, დიახ. საერთოდ ბევრი გპირდება, მაგრამ ჯერჯერობით ვართ ესეთ მდგომარეობაში. გისურვებთ დიდ წარმატებებს. დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. აი ამ ფიზიკურ გრევასთან, რომელიც ახლა ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და ძალიან სამწუხარო ფაქტია. პერმანენტულად საუბრობენ ძველი და ახალი სტუდენტები იმაზე, რომ არსებობს სხვა კიდევ უფრო ძირეული პრობლემები აკადემიაში. რა პრობლემებზეა საუბარი და დასაწყისში რომ გკითხეთ აი თანამედროვე განათლებაზე, ამასაც ორი სიტყვით რომ შევეხოთ. მოდი საუბარი დავიწყოთ მაშინ სტუდენტით, რომელიც ახლაც სწავლობს სამხატვრო აკადემიაში. თავარი პრობლემა, აი რასაც გამოკვეთდი. რა არის? იმის დავიწყებ, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი ვარ, თქვა ჩემ ფაკულტეტზე და ანუ სივრცეც არ არის იმის, რომ
თქვათ იქ დავრჩეთ, იქ ვიმუშაოთ, რაც თქვათ სხვაგან ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ რო შედავადაროთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, იქ როგორი სივრცეც არის თქვათ რემონტი, სისუფთავე და აი ელემენტარული რაღაცები ეგენი გვაკლია. და ანუ არქიტექტურაზე ხა მე რაზეც ვსწავლობ, ანუ ის ტექნიკა თვითონ აი უცხოელებთან თქვათ კონტაქტები ეს ძალიან ნაკლებად არის და ბევრი კარგი ლექტორი ყავს, მაგრამ მაინც ისეთი სივრცე გვაკლია, სადაც თქვათ ვიმუშავებდი და თუნდაც ძალიან ადრე გავდივართ თქვათ შენობიდან ისედაც და ანუ შენობაც ისე არის, რომ ვერ ვართ რა იქ სტუდენტები. სხვათა შორის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ვკითხებ, როდესაც შაბათ კვირას ვიცოდი, რომ ამ თემაზე გვექნებოდა სიუჟეტი და ვისაუბრებდით ამ თემაზე და ესეთი შეფასება იყო ძალიან სწორი, მე მგონი, რომ სამხატვრო აკადემია დროში აცდენილია. ეთანხმები? ან რამდენად პასუხობს სამხატვრო აკადემიის სწავლების მეთოდი, ის სწავლება პრინციპში შეიძლება ასე ვთქვათ, თანამედროვე სტანდარტებს, თანამედროვე ხელოვნების სტანდარტებს. თანამედროვე ხელოვნების სტანდარტებს ძალიან ნაკლებად. ანუ მოძველებულია ის მეთოდი, აი რითიც გასწავლიან, რასაც გასწავლიან. თუნდაც რასაც გვასწავლიან და როგორც ანუ თქვათ, იქ განრიგებით და ეს ანუ ყველაფერი ჩემი აზრით მოძველებულია და თუნდაც ის რო თქვათ საიტი არ არის, სადაც თქვათ ჩვენი ქულები იქნება, რაც ყველა უნივერსიტეტს აქვს. ანუ ძალიან ბევრი სტუდენტი ლაპარაკობდა ინტერნეტში, როდესაც ვკითხულობდი მათ კომენტარებს, ძალიან ბევრი სტუდენტი აღნიშნავდა იმას, რომ ვერ ხვდებიან ეს ნიშნები საერთოდ საიდან იწერება, ვერ ესწრებიან მაგ პროცესს და ასე შემდეგ. ამ ხრივაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ასევე იმასაც ამბობენ, რომ საკმარისი სივრცე არ აქვს და ვერ ეჩვევიან, სად მოუწევთ მუშაობა შემდგომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, ამასაც ვერ ხვდებიან და ვერაცნობიერებენ და მე მგონი ძალიან კეთი, მე მგონი კიდევ უფრო საინტერესოა ის შემოქმედი ადამიანებისთვის რა დაბრკოლებები იქნება მუშაობის და სწავლის პროცესში. აი ამაზე რო გავამახვილოთ ყურადღება, რას ნიშნავს თანამედროვეობას აცდენილობა? აი რას ნიშნავს? ანუ სახელოსნოებიც არ არის იმ დონეზე, რომ თქვათ განათებაც და ნატურებიც შესაბამისად და აი ბატონ გიორგი გითხოთ, როგორ იყო იმ დროს, როდესაც თქვენ ასევე სახელოსნოს ხელმძღვანელობით, ხო? რამდენადაც მე შემდეგ გაგიშვეს რაღაც რექტორის რჩეველი რამოდენიმე წელს განმავლობაში აკადემიაში. მაშინ რა პრობლემები იყო სამხატვრო აკადემიაში? პრობლემები იგივე არის, მაგრამ რაც იყო ჩემი სტუდენტობის დროს, რაც იყო შემდგომ ჩემი მუშაობის დროს აკადემიაში, დღესაც იგივე პრობლემებია. მე მინდა რომ არსებიც გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება. ჩემი აზრით, შენობის პრობლემა, იქ რაღაცა ცხრილების გაუმართავობა და ოთახების მოწყობა არ არის არსებითი პრობლემები. ყველაზე მთავარი და არსებითი პრობლემა არის აკადემიაში ის, რომ რის გამოც ის აცდენილი არის თანამედროვეობას, ასე ვთქვათ, ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც დღეს ჭირდება ხელოვნებას. არის უმთავრესი პრობლემა ის, რომ აკადემიაში არ არიან თავმოყრილი საუკეთესო შემოქმედებითი ძალები, იქ არ ასწავლიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე სერიოზულ შემოქმედებით პოტენციალს არ მოადგენენ. ლექტორებს გულისხმობთ, ხო? დიახ, მე არ მინდა ვთქვა, რომ ვინც აკადემიაში ასწავლის, ისინი რაღაცა არ არიან პროფესიონალები და ყველა მათგანს არ ვიხები, რა თქმა უნდა, მაგრამ ну факти არის რომ გაიკითხოთ და რომ გააქვიოთ თავშეთ ვინ არიან ჩვენი საუკეთესო წამყვანი მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, ის ადამიანები დღეს აკადემიაში არ არიან. თუ ეს სიტუაცია არ მოგვარდება არაფერი აკადემიაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგად გაარემონტონ ოთახები, კარგი განათება დააყენონ და კარგი თავშეთ ხელფასები მისცენ იმათ, ვინც იქ არიან და სტიპენდიები სტუდენტებს. თავარი რითაც შეიძლება რომ შემოქმედი შედგეს არის ის რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს სხვა მასე უფრო შემოქმედთან. მე რა მამარდაშვილი უნდა ეგეთ რაღაცას რომ ფილოსოფიის სწავლის ერთადერთი გზა არსებობს ურთიერთობა ცოცხალ ფილოსოფოსთან. იგივე შეიძლება გავარცელოთ ყველა პროფესიაზე. სანამ ეს არ იქნება, მანამდე არ იქნება აკადემიაში არაფერი. აკადემიაში რეალურად 4 წელი რო გაატაროს სტუდენტმა, ითვლება ის 4 წელი დაკარგულ დროთ? მე ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცის გამო ვერ ვიტყოდი, რომ დავკარგეთ დრო იქ სწავლისას დავუშვათ, იმიტომ რომ ეს იყო ურთიერთობები მეგობრები ჩვენ ასთვით შემეცნებით და სასწავლო პროცესის რაღაც ალტერნატივის ორგანიზებით ვიყავით ხოლმე დაკავებული დავუშვათ სახელოსნო გავხსენით სხვა ვიქირავეთ და გქონდა სხვაგან და ასე შემდეგ. ანუ იმ წელს მე არ ვთვლი დაკარგულად. მაგრამ აკადემიას არ მოუწია არაფერი როგორც სასწავლო დაწესებულებას. ელენე, შენ ინიციატივას. შეიყავი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც წლების განმავლობაში პერმანენტულად აპროტესტებდი ამ სასწავლო პროცესს აკადემიაში. მე წახვედი დატოვე ქვეყანა. რა იყო მაშინ და რა დაგხვდა ახლა როცა ჩამოხვედი თუ დაინტერესდი ამ თემით? და რეალურად რამე შედეგი გამოიღო აი ამ პროტესტმა? მე ხანდახან შტაბეჭდილება მრჩება, რომ სტუდენტები აპროტესტებენ, ხმამაღლა ამბობენ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. ну ფაქტია ჯერჯერობით რო ეხლა მარიამს რო უსმენდი ზუსტად იგივე პრობლემები იყო აი მართლა ზუსტად როცა მე ვსწავლობდი იგივე ხდება ეხლაც და
შედეგი გამოიღო თუ არა პროტესტ მე ვფიქრობ რომ გამოიღო შედეგი. ანუ თუნდაც ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემს გარშემო იყვნენ და სასწავლებლისთვის ფაქტია რომ არაფერი ანუ რაღაცები ალბათ შეიცვალა. მაგრამ რეალურად ისევ ანუ საფუძველი არ შეცვლა და არ შეცვლა ეს რაღაც ფუნდამენტი რაც მნიშვნელოვანია რომ აკადემიის და ზოგადად განათლების სისტემის შეიცვალოს. და მე მგონია მე შემიძლია იგივე ის რაც აკადემიაში ხდება ალბათ ხდება ისევ სხვადასხვა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში და განათლების სისტემაში ზოგადად საქართველოში. აი შორიდა რო შეხედო ეხლა როგორც კურსდამთავრებულმა აკადემიას, აი როგორ შეაფასებდი? უცხო თვალით. რა მე ძალიან რთული არის, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ეს ემოციურად რო გითხრათ, ძალიან გულის დასაწყვეტი არის, რომ როცა ხედავ რა ხდება აკადემიაში. ანუ იმის გარდა რომ ანუ შენობა მართლა არ მაინტერესებს და რაც უნდა ის მომხდარა მართლა. და გარემონტებული ოთახები მართლა იმიტომ რომ ეს არ ცulis იმას რაც მნიშვნელოვანი. მაგრამ აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრისთვის და ხელოვანი ადამიანისთვის? აი დავუშვათ ის სახელოსნოები, რომელიც ხო, თავისუფალი გარემო, სადაც იმუშავებენ და დახარჯავენ ამ თავიანთ ენერგიას, მოსწავლებულ მუზებს და ასე შემდეგ. აი რა არის საჭირო და რა არ არსებობს სამხატვრო აკადემიაში? პირველი რაც არის გარემო, რადგან ყველა მისაუბრა, ანუ პირველი რა ერთ-ერთი, იმიტომ რომ გიორგი მას რას თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვა პედაგოგების და ისინი მუშაობენ ერთ სახელოსნოდ შეკრული ჯგუფი. და გარემო იმიტომ რომ აი ხა 20 ადამიანი რაც არ უნდა მობილიზებული იყოს აი ამ ხელ პატარა სივრცეში ვერ იმუშავებს, როდესაც ზევიდან თან წვიმა ჩამოდის და ამიტომ სულ ერთი არ არის შენობა, ამიტომ თუნდაც რომ აზე რო გაწვიმს ახლა ცოტა ძნელია რაღაც ის იკეთება და ამიტომ ახლა და გათობა რო არ აქვს, ხო? ანუ ეს პირობები აუცილებელია. ის პრობლემა, თქვა რის გამოც ბევრი სტუდენტია შეყრილი, იმის ბრალია რომ სისტემა არ არის, მოგვარი ბოლონიის პროცესი აქვს ესე ამომარჯვებული, რომ რაც არ უნდა შესთავაზო ახალი, რომ ისე ბოლონიის პროცესი არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენი აკადემია შენებულია შტუტგარტის აკადემიის მოდელზე, რომელშიც მე ვსწავლობდი და იქ თუ მოხერხდა მაგ სისტემის რაღაც ძალიან კარგ ჩარჩოებში გადაკეთება და დღეს აი ერთ-ერთი კაი აკადემია არსებობს ევროპაში. აქედან არავინ არ დაინტერესა თუნდაც ამ წვეთის შემდეგ რა დაარსებიდან დღემდე განვითარების წვეთს მე რომ ჩასულიყო მაინც რომელიმე აკადემიიდან ან მოდელი მაინც აეყო და ბოლონიის პროცესი ხა მარტო აქ ხო არ არის, მაგრამ ცუდი აკადემია მგონი მარტო აქ არის პროსტა რა. ხო და რა ვიცი, ჯერ ენთუზიასტი ადამიანების ნაკლებობა თუ ვინმე ანუ ყველაფერს შვებიან რომ ან ეს ენთუზიაზმი ჩაგდონ და გაიპოტენტონ რაღაც პიროვნულად ან გამოგიშვან იქიდან უბრალოდ ხო და ნუ სტუდენტის პროტესტი რაც ნიშნავს, ნუ შენ შვილის, ნუ შენ გინდა რა ეს პროტესტი რა პიროვნება შეინარჩუნე. სახელოსნოს მარტო შენ არ ვიცი ზოგადად გეთქვათ. არა, უფრო სწორად სახელოსნოს ხელმძღვანელობდა და შემდეგ გაგანთავისუფლეს, ხო, როგორ მოხდა ეს? და რა იყო ამ სახელოსნოს რაღაც მთავარი მიზანი? სწორედ ალბათ აი იმ სივრცის შექმნა, რაც აკლია ყველაზე მეტად აკადემიას. ხო, აი ნელე მაშინ ჩემი სტუდენტი იყო და ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელიც თანსკენ მუშაობა დაიწყე და მაშინ ჩვენ მქონდა ეს ენთუზიაზმი, რომ ერთად პედაგოგებს და სტუდენტებს, სხვა პედაგოგებთან ერთად ვინც ჩვენთან მუშაობდა, შეგვექმნა რაღაც ალტერნატივა იმისა, რაც მაშინ აკადემიაში ხდებოდა. სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, არ მინდა დეტალებში შესაუბარი იმაზე, რატო გამათავისუფლეს ეს უფრო რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული მაშინ ვიდრე რაღაც პიროვნულ ფაქტორებთან. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა, რაც ჩემი უფრო მნიშვნელოვანის. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ შენობის რაღაცა ტექნიკური პრობლემები არის მეორე ხარისხოვანი, გულისხმობ აი რას, მინდა ეს დავაზუსტოთ. იმ შემთხვევაში თუ კი არ იქნება აი ეს არსებითი მთავარი პრობლემა მოგვარებული, რომელსაც მე ვლაპარაკობდი, თუ კი აკადემიაში არ იქნება საუკეთესო შემოქმედებითი ძალები თავმოყრილი და ისინი არ წარმართავენ პროცესს, ამ შემთხვევაში რაც არ უნდა კარგად მოაწყოთ, რა ქვია, ტექნიკურად აკადემია, რაც არ უნდა გაარემონტოთ შენობა, ვერაფერს ვერ მიიღებთ. ეს იქნება გადაყრილი ფული ამას ამოქმნე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ თავარ პრობლემას მოვაგვარებთ, ეს შექმნის პირობებს, რომ სხვა დანარჩენი პრობლემებიც მოგვარდეს. მე არ ვფიქრობ, ეს პრობლემები უნიშნელოა, მაგრამ ამ პირობებში გაცილებით უკეთ მოგვარდება, იმიტომ რომ როდესაც აკადემიაში იქნებიან საუკეთესო მხატვრები, თეორეტიკოსები, არქიტექტორები თავმოყრილი, ისინი შექმნიან ისეთ პროცესს, რომელიც მოიზიდავს სახსრებსაც მათ შორის აკადემიაში რაღაცა პროცესების უკეთესად გაშლისათვის, იმიტომ რომ აკადემია გახდება ცოცხალი ორგანიზმი, სადაც შემოქმედებითი პროცესები იქნება, კონკრეტული შედეგები გაჩნდება და არაფერი არ იზიდავს არც ფინანსებს, არც ყურადღებას, არც არ ვიცი სხვა ადამიანებს, თუ კი გარდა იმისა, რაც არის გაკეთებული საქმე, რომელიც არის მნიშვნელოვანი და რომლის ფასეულობაში თეჩვი არავის არ ეპარება. ამიტომ ერთადერთი გზა ყველა პრობლემის მოგვარების აკადემიის ჩემი აზრით არის ის, რომ აკადემიაში მოხდეს საუკეთესო შემოქმედებითი ძალების თავმოყრა.
ეს გადაჭრის სხვა პრობლემებსაც. სხვა შემთხვევაში თქვენ შეიძლება ყველა სხვა პრობლემა გადაჭრათ. ცხრილებიც მოაწესრიგოთ, ფულის დახარჯოთ რემონტისთვის და მაგრამ არაფერს არ მიიღებთ. ეს ინა გადაყრილი ფული. რა უნდა მოხდეს, რომ ამ მიმართულებით რაღაცა ნაბიჯები გადაიდგას? თუ არის ამაზე კომუნიკაცია დაწყებული და ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ შეიძლება რომ აი ეს ამ ნაბიჯების გადადგმაში დაეხმაროს აკადემია? და არის კომუნიკაცია მასთან დაწყებული? სასწავლებელი, ხო გიორგი ანუ პრობლემა არის თუ არა სწორად დასმული ამის შეიქმნას. აი საუკეთესო მხატვარი ხა მე დავიწყე მუშაობა, მარტო ენთუზიაზმით დავიწყე 70 ლარის ასეულ ხელფასია. 70 ლარად ვინ დაიწყებს ახლა და 400 ლარად მაქსიმუმი რაც შეიძლება პედაგოგს მოწვეულ პედაგოგს. ხო, როგორც ხო, ნუ ხო, არა, ხო და ანუ ყველა დაიწყებს. ხო, ის არის, რომ აი ახლა ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელიც თქვა თუნდაც საქართველოში ყველაფერს შეიძლება არ გაჩერდეს და საზღვარგარეთ არის წასული ან კიდე ჩემი ნაცნობების წინიდან არის. თავად მოგყავს მაგალითი საკუთარი იმის მე აქ ვიყავი ხო და ნუ რაღაცა გინდა ყველაფერს შვებია რომ წავიდე. ძალიან ბევრი კარგი მხატვარი. ალბათ ყველა იმიტომ გარბის რომ აქ ნაკლები შანსი არის განვითარდა, იმიტომ რომ ჯერ მარტო არც აფასებენ. აკადემიიდან ადამიანები ან გაყარეს ან შეუქმნეს პირობები რომ წასულიყვნენ. არავინ არ გარბის აკადემიიდან, არავის არ აინტერესებს მართლა კარგ მხატვრებს აკადემიაში ხელფასი ეს მერწმუნეთ. რა თქმა უნდა თუ კარგი ხელფასი იქნება ამას რა ჯობია. მაგრამ ეს არ არის მართვის თავარი მოტივატორი. აკადემიაში ხელფასის გულისთვის არ მიდის შემოქმედები ადამიანი რომ ასწავლოს. რა თქმა უნდა კარგია რომ მას ხელფასიც გქონდეს, მაგრამ კიდევ ამობ ეს ფულიც გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ესე იქნება მოწყობილი სიტუაცია. ეს ფინანსური ვითარება არის მთლიანად ამ სიტუაციის ნაწილი. ამ სიტუაციის გაჯანსაღება შეიძლება მხოლოდ ასე, როდესაც აკადემია გადაიქცევა ცოცხალ შემოქმედების და კერად. ეს გამოიწვევს ფინანსური სიტუაციის გაჯანსაღებასაც. ჩვენ წინასწარ თუ გვინდა რომ რაღაცა ვფიქრობთ, რომ ფული რაღაცა ხელფასი უნდა მივცეთ პედაგოგებს და იმ შემთხვევაში იქნება, ეგრე არ მოხდება, ნუ საიდან ხდება, მაგრამ დაუბრუნდეთ თავარი აქ გამოსავალი მე ვფიქრობ რომ არის სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მან უნდა თქვას რომ რა თქმა უნდა აკადემიის რა ქვია განათლების უფლება საყოველთაოა და ყველას აქვს უფლება თუნდაც უნივერსიტეტები გახსნას და რაც კი ნაკეთოს ასე შემდეგ მაგრამ სახელმწიფოს თავისი სტრატეგიული განვითარებისათვის ჭირდება რაღაცა დარგების ზე განსაკუთრებული ყურადღება. მათ შორის მე ვფიქრობ, რომ არის სამხატვრო აკადემიაც, ისევე როგორც დავუშვათ სხვა ფუნდამენტური მეცნიერებების დარგები. და აი იქ უნდა შეძლოს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც შექმნის აი ამ სიტუაციას და მე როგორც ვიცი, არის დაწყებული ამ მიმართულებით მუშაობა, აი განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით და აი ამ სისტემის ამ რეფორმის ნაწილი უნდა გახდეს აკადემია და იმიტომ რომ ლელენ წეგან აღნიშნა ეს მართალი აკადემიაში ხდება ის პრობლემები, რაც არის ყველა სხვა უნივერსიტეტში. იგივე პრობლემებია ყველგან. ელენე ცოტა მაინტერესებს, შენ ჟენევაში ხარ, ხო? ჩამოხვიდოდი აკადემიაში სამუშაოდ? აუცილებლად და ჩამოვაკიდოთ. და ელენე, ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება, როდესაც ჩახვედი ჟენევაში, რა იყო აკადემიაში? ძალიან ბევრი რა. სწავლებაში შორის შენ ჩახვედი. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო მაგრამ თვალშისაცემი ალბათ რაც პირველად მესე თვალში მოხვდა იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების დონე. ანუ როგორი მან იყო ისეთი დონე, როგორც აქ კერძო უნივერსიტეტს. და ჩემს ძალიან ისეთი ის იყო, რა ქვია. ანუ მომხვდა თვალში, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ქონა იმის საშუალება, რომ ანუ მიიღოს ისეთი განათლება, როგორიც მას ჭირდება. და ანუ ის უკვე მასზე არის დამოკიდებული, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის თუ კერძო უნივერსიტეტში. რაც ჩემთვის ძალიან ის იყო, რა. ანუ სახელმწიფო გთავაზობს ანუ ისეთი ინსტიტუციას, რომელშიც შეგიძლია ასე თუ ისე რაღაც დონის განათლება მიიღო. მოკლედ, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ამით ძალიან ისეთი პრობლემატური საკითხია და სამწუხაროდ 20 წუთში ვერ ჩავატარებთ ამას, მაგრამ იმედია, რომ სტუდენტები კიდევ ვიაქტიურებენ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი შედეგი არ გამოუღია, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. დაგემშვიდობებით და მინდა გისურვოთ წარმატება და მადლობას გადაგიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ კი დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.